დახლებზე სასურსათო პროდუქციის მაღალი ფასების არსებობაზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც მოითხოვა იმის გამოსავლენად, ვინ და რა ფორმით არღვევს ბაზრის წესებს. პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომლის მტკიცებითაც მკაცრად უპასუხებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე არსებულ ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. საქართველოში კონკრეტული მარკის ცესუმძირის ზეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროპის სახელმწიფოებში კონკრეტული პროდუქტების ფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის უკვე 10 წელზე მეტია. განსაკუთრებით მტკივნეულია და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვით პირველ ხუთეულშია. ირაკლი ყობახიძის ინიციატივას მმართველ პარტიაში უწოდებენ სტრატეგიულად სწორ და ლოგიკურ ნაბიჯს, რომელიც მათივე განმარტებით მიმართულია კარტელური გარიგებების აღმოფხვასა და მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭირო ამის დარეგულირება, იმიტომ რომ პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. შესაბამისად, ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული. ფაქტია, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც აებს საზოგადოების ისედაც შეჭიროებული ფერის ჯიბით სარგებლობდეს. და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული გამოცდილება, არსებობს ამერიკული გამოცდილება. კვლევის მართებულობის შედეგებში უნდა დარწმუნდეს, როგორც დისტრიბუტორი, ასევე მოვაჭრე საერთოდ ვაჭრობის სფეროს ბიზნესში მყოფი ადამიანები. ირაკლი ყობახიძის მსგავსად ფასების რეგულირების ინიციატივა ჰქონდა მის წინამორბედსაც ირაკლი ღარიბაშვილს. 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიუღებელი უწოდა დახლებზე არსებულ ვითარებას. მოქმედი პრემიერის მსგავსად მანაც მოითხოვა გამოძიების დაწყება და პრობლემის გადაჭრა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან თითქმის 3 წლის თავზე საკითხი განხილვისთვის კვლავ ღია დარჩა. წარსულში გაცემული დაპირებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ირაკლი ყობახიძის განცხადება მხოლოდ სიტყვებად დარჩება. ის კი იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება ფასების შემსწავლელი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრემიერ-მინისტრის ეს გამოსვლა ამდენი წლის თავზე, როდესაც ქვეყანას ინფლაცია ჭამს, უბრალოდ სამარცხვინო არის იმ ფორმით ამ ყველაფრის თითქოს რაღაც რეცეპტის პოვნა, რომ რეცეპტი არის პოლიციურ რეჟიმის გაძლიერებაში, სულში და დაჭერებში და უბედურებაში, არის სრული ნონსენსი. საქართველოში ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი და მხოლოდ ის. ფული არ უნდა ბეჭდოს პოლიტიკური მიზნებით ეროვნულმა ბანკმა, გადასახადები უნდა დაწიონ, DGG-ს გადასახადი უნდა დაწიონ საკვებ პროდუქტებზე და უნდა აღიარონ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ის $2 მილიარდზე მეტი, რომელიც დახარჯეს სოფლის მეურნეობის პროგრამებში სუბსიდიების სახით, აბსოლუტური კრახი იყო, იმიტომ რომ საქართველოში დღეს სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის წილი საშუალოდ 5%-ია და მეტი არა, ამიტომ მთელი ის რიგი მათი პოლიტიკის და მათი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში დღეს ფასები გაიზარდა საშუალოდ 80-დან 450%-მდე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. რასიზამი, როგორი ზამი, ეს არის მნიშვნელოვანი და მათ შორის მნიშვნელოვანია მათი წვლილი, ხო? იმიტომ რომ თუნდაც ის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ამ ბაზარზე არიან მთავარი შემომწირულები ოცნების, ხო, ყველამ კარგად ვიცით ამის შესახებ. და მათ შორის ის, რომ DGG-ს არ დაუწიეს და სხვა გადასახადებს არ დაუწიეს, ესეც არის ერთ-ერთი განპირობებელი გარდა ამ კარტელური გარიგებებისა, რომ ფასები ასეთ მაღალია პროდუქტების, ხო? რომ გავიდეთ ქუჩებში, ვნახავთ სავსე ქუჩებს, სადაც ადამიანები იქექებიან ნაგვის ყუთებში. აი ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც არის ოცნების პასუხისმგებლობა დღესდღეობით და ახლა 5 დღით ადრე კი არ უნდა ვაკეთებდეთ რაღაც კომისიების ანონსებს, არამედ პირდაპირ უნდა წყვეტდეთ იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღესდღეობით.
ხელისუფლების ინიციატივას მალევე უპასუხეს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასა და რითეილ ასოციაციაში. ორივე გაერთიანება მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისა და იმ ობიექტური მიზეზების დადგენაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასთა დონის ცვლილებაზე. თუმცა დისტრიბუციის სფეროში მნიშვნელოვან წინაღობად ასახელებენ სახელმწიფოს რეგულაციებს. ამ მხრივ კი მათი ძირითადი ადრესატი არის თბილისის მერია, რომელსაც გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქში გადაადგილების შეზღუდვები აქვს დაწესებული. ეკონომისტები კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით მაღალი ფასების რეგულირებამ შედეგი არ იქონია არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. მათი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი ფორმულა არის საგადასახადო რეფორმა, რომელიც მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევასაც გულისხმობს.